პარალელური დათვლის საკუთარი შედეგები გაახმაურა ორგანიზაციამ სამართლიანი არჩევნები, აქაც კოალიცია ქართული ოცნება ლიდერობს 54.6%-ით. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი ხმების 40.7% აქვს. ამ მონაცემებითაც 5%-იანი ბარიერი ვერც ერთმა სხვა პარტიამ ვერ გადალახა. სამართლიანი არჩევნების სადამკვირვებლო მისია მონიტორინგ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებდა. სადამკვირვებლო მისია 1271 აკრედიტებული დამკვირვებლისგან შედგებოდა. ნომერი 41 ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 55.23%. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს 39.55%. გიორგი თარგამაძე ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება 1.95%. შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბურისტული პარტია 1.25% და ახალი მემარჯვენეები 0.42%. ხმების პარალელური დათვლა მოიცავს ოფიციალური ოქმების გადათვლას, რომელიც საარჩევნო უბნებზე ხმის და პროცედურის დათვლის შემდეგ ოფიციალურად იწერება ოქმი და სწორედ ჩვენი დამკვირვებლები 1000 დამკვირვებელი იმყოფებოდა უბნებზე, თუმცა ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიაში გამოყენებული იქნა 500 დამკვირვებელი.